თბილისის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ბაგა-ბაღების აღდგენა ითვლება. რა ჯდება თბილისის ბაგა-ბაღები, რა ეფექტს იძლევა ეკონომიკისთვის და რას გეგმავს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო. თემაზე ეკონომეტრის სტუმარია სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა. ბატონ თემურ, მოგესალმებით. მოგესალმებით ელემაყურებელს. ბატონ თემურ, ამჯერად რამდენი ბაგა-ბაღი ემსახურება დედაქალაქს, რამდენ ბავშვს აკმაყოფილებს და ამ მთლიანობაში რა ჯდება ბაღების შენახვა? დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ გვაქვს 161 მოქმედი საბავშვო ბაგა-ბაღი თბილისში და ჩვენ დღეს ვემსახურებით 56,000 აღსასრულს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ჩვენ შარშან დავიწყეთ 7 ახალი ბაღის მშენებლობა. წელს კი დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა პერიოდში 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის დაწყება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მოქმედ საბავშვო ბაგა-ბაღებში წლების განმავლობაში აუთვისებელი ჯგუფების სარემონტო სამუშაოები, რათა აქაც შეძლოთ დამატებით აღსაზრდელების მიღება. ბატონ თემურ, რამდენად გაამართლა სახელმწიფო ბაგა-ბაღებმა, ანუ რა ეკონომიკურ და სოციალურ ეფექტზე შეგვიძლია ვისაუბროთ წესით, შედეგები უკვე უნდა ჩარდეს ამის თანახმად. საბავშვო ბაგა-ბაღები, როდესაც იყო ფასიანი, ანუ 2013 წლამდე იყო ფასიანი, ჩვენ გვქონდა ესეთი სურათი, ანუ ისნის, გლდანის, სამგორის და ასე შემდეგ რაიონებში, გარეუბნებში გადასახადი იყო განსხვავებული, თქვათ, ვიდრე ცენტრალურ უბნებში, მაგრამ ძალიან დიდი რეფორმაა ის, რომ 2013 წლის სექტემბრიდან საბავშვო ბაღები გახდა უფასო. ამან უპირველეს ყოვლისა საშუალება მისცა სოციალურ-ეკონომიკურ ეფექტს თუ მივიღებთ 2013 წლის სექტემბრისთვის ჩვენ თუ სისტემაში ყავდა 53,000 აღსაზრდელი, 2014 წლის სექტემბრისთვის უკვე 52,000-მდე გაიზარდა ეს ციფრი. ამან საშუალება მისცა საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახებს იგივე მieყვანათ აღსაზრდელები საბავშვო ბაღებში. ეს ერთი მხარე იყო, რამაც მათ მისცა, იგივე თქვათ ქალბატონებს მისცა საშუალება, რომ თუნდაც მცირე შემოსავლიანი სამსახურებში დაეწყოთ მუშაობა და ამან რეალურად ძალიან მაღალი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი გამოიწვია, მაგრამ აქვე ხაზგასასმელია, რომ ამ მსხვილ რეფორმას, რომელიც იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ბაღები ყოფილიყო უფასო, თბილისის მაგალითზე 2015 წლიდან 4 მსხვილი რეფორმა ჩაეშვა სისტემაში და ამ რეფორმამ უზრუნველყო ის, რომ ხარისხი გაიზარდა საბავშვო ბაღებში და შესაბამისად მოთხოვნა დღითიდღე იზრდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგი. ანუ რა რეფორმების გატარებაზეა საუბარი, ბატონ თემა? პირველი რეფორმა, რომელიც განხორციელდა, ეს არის საბავშვო ბაღების მომარაგება კვების მიმართულებით გახდა ერთიანი და ცენტრალიზებული და ამან ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომია უზრუნველყო, ანუ ეკონომიკური მიმართულებით რაციონალურად ხარჯვა დაიწყო ფინანსების. მეორე მნიშვნელოვანი რეფორმა თბილისის ყველა საბავშვო ბაღისთვის შემუშავდა ერთიანი მენიუ, რაც მანამდე არ იყო, თუნდაც ფასიანი რომ იყო, განსხვავებული იყო, თქვათ, მენიუები თბილისის სხვადასხვა საბავშვო ბაღებში, მაგრამ დღეს თბილისის ყველა საბავშვო ბაღში არის ერთიანი მენიუ, ერთნაირი მრავალფეროვნებით და შესაბამისად ეს არის ძალიან პოზიტიური, ასე ვთქვათ, მიმართულება. მესამე რეფორმა, ეს არის სასკოლო მზაობის პროგრამა, რომელიც 161-ვე საბავშვო ბაღში დავიწყეთ 2015 წლის ოქტომბრიდან და 16,000-ზე მეტი აღსაზრდელი 2016 წლის 12 სექტემბრისთვის, ანუ ვინც უნდა წავიდეს სკოლაში, მათ გავლილი ექნებათ სასკოლო მზაობის პროგრამა, რომელიც არის ინოვაცია თბილისის მასშტაბით. და ბოლო რეფორმა, რომელიც 2015
წელს დავიწყეთ, ეს არის ფსიქოლოგების და ლოგოპედების თემა. თბილისის 60%-ზე მეტ საბავშვო ბაღში ფსიქოლოგების და ლოგოპედების მომსახურების სერვისი არ არსებობდა, გამომდინარე იქიდან, რომ წლების წინ აღნიშნული შტატები გაუქმდა ბევრ ბაღში და ეს ჩემთვის დღემდე აუხსნელია თუ რატო გაუქმდა ფსიქოლოგის და ლოგოპედების მომსახურება უკვე 2016 წლის ახალი საამგზელო წლიდან თბილისის ყველა საბავშვო ბაღს ექნება გადამზადებული ფსიქოლოგები და ლოგოპედები. აქაც მნიშვნელოვანია რომ ხაზი გაუსვათ, იმუშავებენ ერთიანი მეთოდოლოგიით, ერთიანი გზამკვლევებით და ერთიანი სისტემური მიდგომით და არა როგორც წინა წლებში ხდებოდა. გასაგებია ბატონ თემურ, საუბარია იმაზე, რომ ჩამოყალიბდეს სკოლამდელი აღზრდის ერთიანი სისტემა, რომელიც გარკვეული ცოდნის და უნარ-ჩვევების განვითარებას გულისხმობს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებში. რა თქმა უნდა, ვის მიერ შემუშავდება ეს პროგრამები და რამდენად სამართლიანია, რომ ამაში მხოლოდ თბილისია ჩართული? ადრეული სკოლამდელი განათლების შესახებ კანონ პროექტზე დაიწყო მუშაობა რამდენიმე 2 წლის წინ, მაგრამ 2015 წელს ამაზე უფრო ასე ვთქვათ სიღრმისეული მუშაობა განახლდა და თბილისის ბაღების სააგენტო ჩართული იყო ამ კანონ პროექტის შექმნისა და დახვეწის პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკული გადასახედიდან იყო ასევე რა თქმა უნდა ჩართული ქალაქ თბილისის მერია, საკრებულო, მაგრამ ამავდროულად სააგენტოც და მე ვფიქრობ ამ კანონის მიღებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განაცხადი გაკეთდება, რომ სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით ხელისუფლებამ გააკეთა მნიშვნელოვანი განაცხადი 2013 წელს და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამ რეფორმების გაგრძელება და ზოგადად ამ რეფორმების განხორციელება არა მარტო თბილისში უნდა მოხდეს, არამედ ეს რეფორმები უნდა დაიწყოს რეგიონებში, რათა ყველა აღსაზრდელი იყოს ერთიან, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების მქონე. ანუ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მასშტაბით, ვთქვათ, ჩვენს მაგალითზე, თბილისის მაგალითზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უნდა დაიწყოს აღნიშნული რეფორმების განხორციელება და ეს უნდა დაიწყოს თუნდაც მიმდინარე წლიდან რაღაც ეტაპები ამ რეფორმების უნდა განხორციელდეს რეგიონებში ამ წელს და მომავალ წელსაც რა თქმა უნდა გაგრძელდეს. ეს ისეთი სისტემა, რომ რეფორმები რომელიც დაიწყო, ამ რეფორმებს აუცილებლად სჭირდება გაგრძელება. ეს რეფორმები არის პირველი ნაბიჯები აღნიშნული სისტემის გასაჯანსაღებლად და ხარისხის გასაზრდელად, მაგრამ ეს უნდა ქვეყნის მასშტაბის განხორციელდეს. ანუ თემურ, ახალი წლიდან 6 მილიონით გაიზარდა სახელფასო დაფინანსება და მოიმატა ბაღის თანამშრომელთა ხელფასებმა, თუმცა რომ აღვნიშნოთ, ხელფასი მაინც საკმაოდ მცირე არის. პასუხისმგებლობა კი შედარებით მაღალი. სამმალო თუ იგეგმება ამ საკითხის გადახედვა? ერთ-ერთი კრიტერიუმი ხელფასების მატების გეთანხმებით, რომ ხელფასების მატებისთვის ის თანხები, რომელიც თქვათ 5%-დან 20%-ის ფარგლებში მოხდა სხვადასხვა თანამშრომლების ხელფასების მატებას, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი, ჩვენ ერთ-ერთ კრიტერიუმად ავიღეთ ხელფასების მატების კუთხით იმ რეფორმებში ყველაზე მეტად ვინც იყო ჩართული, რომელი პერსონალით და რომელსაც ჰქონდა ასევე ყველაზე დაბალი ხელფასი, ამ პერსონალს მოუმატეთ პირველ ეტაპზე განსაკუთრებით უფრო მაღალი პროცენტობით ხელფასები, თუმცა ეს არის მუდმივი და პერმანენტული პროცესი და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ძალიან დიდი ხანია წელებია იგივე გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით არ განხორციელებულა ამ სისტემაში არანაირი ნაბიჯები. 2015 წელს ჩვენ დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ 2016 წელს ჩვენ გეგმავთ უკვე პერსონალის გადამზადებას, იგივე აღზრდელების გადამზადებას, მეთოდისტების გადამზადებას. ანუ ერთი მხარეა ვთქვათ
ხარისხის გაუმჯობესება ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ჰიგიენური მიმართულებით და უსაფრთხოების მიმართულებით, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ კვალიფიკაცია ამაღლდეს თბილისის მოქმედ საბავშვო ბაღში მომუშავე ადამიანების. ბატონ თემურ, საშუალოდ რა ჯდება ერთი ბავშვის ბაღში აზრდა, რა შედის ამ ბავშვის მომსახურებაში, ანუ რა სერვისის და შედეგების მისაღებად იხდის 1350 ლარი ჯდება ბავშვის, ასე ვთქვათ, ერთი აღსაზრდელის მომსახურება, რომელშიც შედის უპირველეს ყოვლისა იგივე კვებისა და საამზადებო მეთოდოლოგიური მიმართულებით, საგანმანათლებლო მიმართულებით მომსახურება, მაგრამ ამავდროულად იგივე აღსაზრდელების უსაფრთხოების მიმართულება და რა თქმა უნდა პერსონალის ხელფასება. დაბალო ძალიან მოკლედ თუ შეიძლება მშობლებისთვის ყველაზე საინტერესო საკითხი ახალი სეზონისთვის როდიდან დაიწყება ბავშვების დარეგისტრირება და დამატებით კიდევ რამდენი ბავშვის მიღება შეძლებთ? ახალი რეგისტრაციის პროცესი როგორც შარშან დაიწყება ივლისის დასაწყისში და ჩვენ ვარაუდობთ ჩვენ ერთი ახალი ბაღი გავხსენით 2016 წლის იანვარში და მე ვფიქრობ რომ დამატებით ჩვენ მინიმუმ 2500-დან 3000 აღსაზრდელის მიღებას შევძლებთ 2500 აღსაზრდელის მიღებას შევძლებთ ახალი ბაღების გახსნის კუთხით. ძალიან დიდი მადლობა თემურ თორდინავა, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო ეკონომეტრის დღევანდელი სტუმარი, ახლა კი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, რომელიც